წოდებულია ამის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა ცუდია და მართლა აგრესია ცუდია. არავინ არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი, რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვსაუბრობთ, როცა წელიწადში 40,000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენს მიერ. ეს არაოფიციალურად. თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. და მე სულიერად რომ შევხედოთ ჩვენ, ღმერთი არასდროს არ მისცემს იმ ერთს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, ჩვენ ამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი არ გამოსწორდება, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებს კლავთ. ათობით და ასობით ათას და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას. ესე იგი ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, რომ არ მოიკლას. ამაზე ხმას არავინ არ იღებს და რა არის ეს თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა ებადება, ვისაც ყოფს ეს, ვისაც იქ რაღაცა ფული კეთდება, როგორც ჩანს და დიდი პარადიგმა არის სოფლიო რაღაცა მიმართულება, რომ ამაზე არ იფიქრო. გეუბნევიან ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედოთ ხმა, იმიტომ ეს ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი, იმითი დანით. და აქ კიდე თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია და ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ ცემს, ის არაკაცია, რა თქმა უნდა და დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ იქვე რატო არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა, ის უარესია, ის ნატურალური ფაშისტია. ნიურნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და აღჭობდნენ ადამიანებს და ჩვენ ამას ვაკეთებთ და მე გვინდა რომ რაღაცა გამოსწორდეს ჩვენ ერში და აგრესია დაიძლიოს და